ამასობაში რუსეთში პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი ეს ქალაქი იქნება ამ ვიდეოს თემა. სამ დაიწყებთ ყურებას და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდები TikTok-ზე, Facebook-ზე, YouTube-ზე და Telegram-ზე. აგრეთვე ნეონიოსის მხარდაჭერის სურვილებს შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები, ანგარიშის ნომრები მითითებულია ჩემ პროფილზე. ახლა ბამ ჩამოჩენილი რუსეთის ერთ-ერთი ქალაქი. ეს ქალაქი არის კამჩატკის ნახევარკუნძულზე. ეს არის ძალიან შორს იქ წყნარ ოკეანისკენ, ეში იაპონიისკენ და ალიასკისკენ, რა. პატარა ქალაქი არ არის დიდი, 170-იან მოსახლეობა. კამჩატკაზე სულ 300,000 რუსია ჩარჩენილი მოკლედ. ნახოთ როგორ ცხოვრობენ. ამ ვიდეოში ნაჩვენებია ბოლო 15 წლის განმავლობაში რა ცვლილებებია მომხდარი ამ ქალაქში. ამ დინამიკა წინ მედიან უკან მევედიან. ხო, აი ამ კამჩატკაზე საერთოდ ვულკანებია, ბევრი აი ქალაქთან ორი პრინციპში მოქმედი ვულკანია რა. ამ ბოლო დროს რაღაც სერიოზული ამოფრქვევა და მიწისძვრები არ ყოფილა. მათაშორის მე-19 საუკუნეში ამ ქალაქის აღება უნდოდათ ინგლისელებს და ფრანგებს. აი ყირიმის ომის დროს ფლოტი მიადგა და ავერა იღეს. ხო, ამ ქალაქში მოგზაურობის დროს ამყოფი ყოფილა კუკირო იყო იმის ექსპედიციაც და ცნობილი ზღვაოსანი ლაპერუსიც. ხო, ეკონომიკა რა არის ახლა ამ ქალაქის, ესე იგი გემჩენებლობა, თევზსაჭერ გემებს და იმებს აკეთებენ და თევზჭერაა რა ძირითადად. და აგრეთვე რაღაც სასარგებლო წიაღისეულია რა. ოქრო, ნიკელი, პლატინა, კონი ვერცხლიც. საფუძველი ეკონომიკის ეს არის. ანუ პრინციპში მომთლად არები რეგიონიც არ არის, მაგრამ ხა ტოპები ნახდათ არ არის რა. ხო, ჩანს ვიდეოზე რომ რაღაცები ამ ბოლო 15 წელიწადში გაკეთებული. ლაიქ იქნება ნაჩვენები ინფრასტრუქტურა, სკოლები, ბაღები, რაღაც სპორტული მოედნები და ასე შემდეგ. გადასახედი მოედანი. სხვათაშორის ამ ვიდეოში არ იქნება ეს, მაგრამ ახალი აეროპორტი შენდება პეტროპავლოვსკ-კამჩატსკში. თებერვალში უნდა გაიხსნას მე მგონი რა და მე ძალიან მომეწონა, ძალიან მაგარი დიზაინი აქვს. რო გაიხსნება მე დავდებ ცალკე ვიდეოს. ესეთი ორიგინალური დიზაინი აქვს რომ მაგრად მე ვასწარ რა. ეს დიდი ყინულის სასახლე ქონიათ. საწყლოსნო კომპლექსი. რუსი ბავშვები რაღაცას ვარჯიშობენ. მოსახლეობა ძირითადად რუსებია. 6,000 უკრაინელი ყოფილა და 103 ქართველი. ქართველები ყველგან ვართ, კამჩატკაზეც კი ყოფილვართ. ვინც ხართ ნამყოფი დაწერეთ აბა თქვენი მოსაზრებები. აიც თვითხილველის შეგრძნება სხვა და ვიდეო სხვა. ეს ბაღები და სკოლები ყველგან კარგად აქვთ რუსებს გაკეთებული რაღაც ესეთ ღია ფერებში და დიზაინიც გარეგნულად კარგად გამოიყურება. კამჩატკაზეც კი რა. აი სკოლაა ახლა. აი ეს სკოლაა. აი საბჭოთა რაღაც შენობები და ისინიც ჩანს რომ გარემონტებული აქვს და ანუ რაღაცა მეტნაკლებად 21 საუკუნის შესაფერვიდზე მოყვანილი რა.
ამდენი საშუალებას იძლეოდა ეს სკოლა ამაზად არის. ესე გამოიყურება მოკლედ ჭაობის ქვეჭაობი რა. ან ჭაობში არიან და კამჩატკა კიდევ უფრო ჭაობია. ამ ჭაობში 103 ჩვენი თანამემამულეც ყოფილა ჩარჩენილი. პოლიტექნიკური ინსტიტუტიც ქონიათ გპ-ი ქაური. ანუ ეს ხრუშჩოვკები გარემონტებულია 15 წლის წინ ძალიან დაფეხვილი იყო როგორც ჩანს და რაღაც ვიძე მოიყვანეს. კედლები აქვთ მოხატული ამ მურალებით. რაღაც საოჯო ცენტრები და რაღაცა შენობებიც დგას თანამედროვე. სასტუმრო. ეს რაღაც სასტუმრო. მას კორწინების არნაუს. ხაზინა. რაღაც ეკლესიებიც აუჩაშენებიათ. ეს არის საკათედრო ტაძარი. გზები და რაღაცებიც ხო გადათხრილი არ არის. იგრძნობა რომ რაღაცები კეთდება. მე მგონი რაღაც წარმოდგენა შეგიქმნით რავი. კამჩატკაზე და მის დედაქალაქზე. პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი. რაღაც ახალი საცხოვრებელი კომპლექსებიც შენდება. დაწერეთ კომენტებში რას ფიქრობთ, თქვენი აზრით როგორ გამოიყურება კამჩატკა. მე არ მომეჩვენა მაინც დაქცეულად და აინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ.